მოგესალმებით ციფრსო ტელეკომპანია ტელეინტერნეტის იბერიონის მაყურებლებს ყველა ქართულ და არაქართულ მაყურებელს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საზოგადოების ცხოვრებ ქართველებს დღეს მინდა განვაცხადო რომ სანამ შევეხებოდი პატარა პოლიტიკურ საკითხებს მინდა განვაცხადო რომ ჩვენ ვაარსებთ ახალ რუბრიკას ადამიანის უფლებები და სამართალი. ეს რუბრიკა მოგეხსენებათ სათაურში უკვე ყველაფერი ნათქვამი არის და ჩვენ ყველა იმ ადამიანს მოვიწევთ და იმ ადამიანთან ექნება საუბარი რომელსაც აინტერესებს საქართველოს ადამიანთა უფლებების პრობლემები, სამართლის პრობლემები და შემდეგ მოგეხსენებათ ამ სფეროში ძალიანცი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზაცია როგორც არის სულეთ საქართველოს ადამიანის უფლებათა ასოციაცია, რომელიც არის 90 წლებში შექმნილი ორგანიზაცია, დიდი ასე ვთქვათ პრაქტიკა დაუგროვდა იმის შესახებ, რომ ამ თემაზე კონდეს მორალური და სამართლიანი უფლება იმისა, რომ წაიყვანოს ეს თემა და თქვენი მონამორჩილი, აგრეთვე მოძრაობა იბერიის ადამიანთა დასის კომიტეტის თავმჯდომარეს ვარ ვადებული, ასე ვთქვათ, ეს თემა განვიხილოთ და საზოგადოებას ინტერნეტ მაყურებელს უფრო მეტად მივაწოდოთ ინფორმაციას, რომ აი ამ მასმედიის ამ დაკაბალებულ სიტუაციაში ბუნებრივია ეს ინფორმაცია ძალიან ნაკლებად არის, ასე ვთქვათ, საზოგადოების ყურამდე მისული და აქედან გამომდინარე, თუ რას ნიშნავს ადამიანთა უფლებების დაცვა, რა არის სამართალი და როგორ აი ამ სფეროთი როგორ ეგება სახელმწიფო, ასე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაცადებთ, რომ ჩვენ ამ რუბრიკას წავიყვანთ და შეფასება ხოლმე თქვენზე დამოკიდებულ მაყურებელზე. არ შემიძლია განაცხადო გუშინ მინდა მოგილოცოთ გიორგო ბაიკოვო 23 ნოემბერს თქვენთან განმანთავისუფლებლად ლახათა ხელის სამფლობელო სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლო წინაბრძოლო ღვაწლის შემოსული მოწამე გიორგი ევედრე ქრისტესა მეცა შეწალებად სულთა ჩოდანის ამინ მეთ მაკრასო წინა გიორგიმ დასეს ნახვარი ჩვენს მტერს საქართველოს მტერს დიოკლეტიანეს ეშმაკს და განგნიოს და საბოლოოდ გადარჩენს საქართველოს და გადარჩენოს მთელი სამყარო კიდევ წინა გიორგიმ და წინა გიორგის აქვს ამის მადლიც, ამის სურვილიც და ამის ზებუნებრივი, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, ძალა იმისა, რომ წინა გიორგიმ გადარჩენოს ბედგული საქართველო და ყველა ესე იგი აგრე საქართველო უფალში, ქრისტეში და ყველა და მთელ სოფელთან ერთად იცხოვროს და იმოღვაწეოს ღვთისა და ერის ადიდებლად. და აი მინდა გითხრათ, რომ გუშინდელ დღეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის მეცხრე სპეციალური განცხადება გააკეთაავლაბრის ბუნაგიდან, ასე ვთქვათ, რაიხსტაგის შენობიდან, მაგრამ რაიხსტაგს მე ვერ მივაყენებ შერაცხებას ამ შემთხვევაში ბუნაგიდან მიხეილ სააკაშვილმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, თვითმფრინავ პრეზიდენტმა და რომელსაც ხალხს მოუწოდა, რომ თურმე 9 წლის წინ მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია და ამით საქართველოს ესე იგი დიდი პროგრესი განიცადა. ნუ ახლა ქვეყანაში როცა უკვე მისი ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა წაგებულია ყველა გაგებით, ასე ვთქვათ, სამართლებრივად, მორალურად, ზნეობრივად და მისი ლიდერი გამოდის და ასე კრეხელობს კიდევ წინა გიორგის ხსენების დღეს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში ეშმაკი არ დამარცხებულა საბოლოოდ. ეშმაკი ძვინვარებს და მისი მათი ბაგენიდან განმოჩიოდა სიცრუე, ძალადობა და ტყუილი. რასაკვირველია, რა პროგრესია საუბარი, როდესაც საქართველოს ამ 9 წლის განმავლობაში არათუ წინ წაიწია, უფრო უკან წაიწია და უფრო დაემსგავსა საქართველოს ნეობოლშევიკურ პროვინციულ რეჟიმს, რომელიც გახდა სადისტური რეჟიმი და მოგეხსენებათ ამ რეჟიმმა რამდენი ათასი ქართველი და საქართველოს მოქალაქე დააზარალა. სადაც მთლიანად დააზარალა მთელ საქართველოს როგორც სახელმწიფო. რა პროგრესი შეიძლება საუბარი, როდესაც აი ამ პერიოდში 9 წლის პერიოდში სააკაშვილმა და მისა ბანდამ ოფიციალურად უკვე მტერს ჩააბარა საქართველოს სიძველით ტერიტორია. თუგი ავად სახსენებელმა შევანაძემ აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი მხარე
დე-ფაქტო ჩააბარა მტერს სააკაშვილმა და ამ რეჟიმმა, ამ ნაციონალურ ბანდამ, ამ მოღალატეობის ბანდამ საქართველოს ტერიტორიას იუდულად ჩამოაცილა და დეურად ჩააბარა, ასე ვთქვათ, ჩვენს მტერს. აი ეს ამაზე მეტი სამარცხვინო შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა შენ ტერიტორიებს შენ თვალწინ გათმევენ. მე მახსოვს, როდესაც ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში, სიცოცხლის პერიოდში, ავაცახსენების საბჭოთა პერიოდში ლაპარაკობ, გულისხმობ ლანძღავი მე ორჯონიგიძეს და მისანებს, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორია, ჰერეთის ტერიტორია, საინგილო, ეგეწოდებული საინგილო ჰერეთის ტერიტორია, ლორეს მხარე და სხვა მხარეები ჩააბარის ეგეწოდებულ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. და მე ვიძახოდი ხოლმე ესე იგი, რომ სად იყო იქ მაშინდელი ქართველი მაცხოვრებელი, როგორ მისცეს უფლება ამ რენეგად ორჯონიგიძეებსა და ბოლშევიკებს, რომ საქართველოს ტერიტორიები გაეკიდათ, მაგრამ აი ბედის ირონია, რომ ჩემი სიცოცხლეში, ჩვენი თავის სიცოცხლეში აგერ ჩვენ თვალზე გავიყიდეს ჩვენი ისტორიული აფხაზი და ჩვენი ისტორიული სამაჩაბლო და ნუ რაზეა საუბარი? სიცხვილი ჩვენ და სიცხვილი ამ თაობას ოდაშოს მინდა გითხრათ. რასაკვირველია ამ რენეგატი შეანაცვლა და რენეგატი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ეს არის უბედურობა და რა მოგიტანა და იმისა, რომ სახელმწიფო როგორც ყველაფერი გააკეთეს, როგორც სახელმწიფო აყოფილ საქართველოს. როგორც არ ვსაუბრობ სამართლიანობაზე, არ ვსაუბრობ ადამიანთა უფლებებზე, არ ვსაუბრობ სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე და შემდეგ. ამაზე საუბარი ზედმეტია და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ცხადავს, რომ მისი მკრეხელობა, მისი ესე იგი ბაგეთან ეს სიცვლის გამოფრქვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში კიდევ გოგინობს ეშმაკები და შემდეგ. არ შემიძლია წუხარება არ გამოთქვა გუშინ ბაგადის ტაძარში ამ უდიდესი ჩვენი ეროვნული ტაძრის სიამაგის ერთიანობის ტაძრის ტაძარში ქუთათელ განათელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის კალისტრატეს მე სადაშოს ვიცნობ მას ძალიან კარგად ვიცნობ და მე გაუგნებული ვარ მისი ასეთი მოქმედებით, როცა საქართველოს მტერს კიდევ ეხუტება და გუშინ კიდევ გადასცა წმინდა გიორგის ხატი და მე დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა გიორგის ხატი და წმინდა გიორგის მადლი ლახვარს ჩაცემს ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, ერის გამცემლებს და ქრისტეს მოძვლეებს. აი ასე მინდა გითხრათ და ამაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ. რა მოგვიტანა 9 წელი არაფერი, გარდა უბედურობისა, ტრაგედიისა და შემდეგ და ის 9 წელი კიდევ გაგრძელდა, რომელმაც ცალსავე დაუდო ავაცახსენებმა შეავანაძის რეჟიმმა 1991-12-13 წლებში, რომელიც მოხდა სამხედრო გადატრიალება და აქედან გამომდინარე საქართველოში უბედურება მოხდა. ამ 9 წლის განმავლობაში, ამ 20 წლის განმავლობაში მილიონობით ქართველი გავიდა უცხოეთს. ფაქტობრივად საქართველოში აღარ არსებობს ქართველი გლეხი, აღარ არსებობს ქართველი კაცი. ესე იგი ყველა საშუალებაა გასული უცხოეთში და რის საფასურზე მისი ქისების საფასურზე და შემდეგ და კიდევ ერთხელ ვაცადოთ ესე რომ ქვეყანა კატასტროფის ზემდეა მისული და არ შეიძლება რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდეს. და მე კიდევ გამოდივარ და ჩვენი მოძრაობა იბერიას სახელით გამოდიო რომ აუცილებლად გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი, აუცილებლად გასამართლდეს შანაძის რეჟიმი. როცა საუბრობ შანაძეზე, იქ იგვისება სააკაშვილი. როცა საუბრობ სააკაშვილზე, იქ იგვისება შანაძე. ამიტომ ჩვენ მას ეძახით შევანაძე სააკაშვილის ანტიქართული ტერორისტული არადანალ რეჟიმს. და ეს რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მეგობრებო, მე ახსენე ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ბუბარაქის სახელი. ის ამჟამად სამუდამო პატიმრობაში იმყოფება, რომელიც ეგვიპტის სასამართლომ გამოუწონა განაჩენი მას. დღეს ეგვიპტეში ახალი რევოლუცია ხდება, აი დღეს კაიროში. და რატომ? ეგვიპტის ახალდარჩეულმა პრეზიდენტმა, რომელიც შემოშორეს ხალხმა აირჩია პრეზიდენტად, ბატონი მუსი, რაღაც კანონი მიიღო, რომელიც მისი უფლებები გააფართოვა. და ხალხი გამოვიდა ქუჩაში. თელი კაირო გამოსვლიდა ქუჩაში და ითხოვენ მის დაუყოვნებლივ გადადგომას. ესე ახალი პრეზიდენტის მუსის გადადგომას. და ეს ახალი პრეზიდენტი მოვიდა ხალხს მირჩეული იყო ეს პრეზიდენტი სონაშო და გითხრათ. და ესე იგი ხალხმა არაპატია ის რომ ხალხმა იმდომ გადააყენა ის რა ქვია ბუბარაკი
რომ აღარ ყოფილიყოს გუბარაკსნაირი დიქტატორული პრეზიდენტები და რეჟიმები. და მუსმა აი ეს მუს არ პატიობენ აი ამ კანონს და ჩვენ რა დაგვემართა მეგობრებო? რა დაგვემართა ჩვენ ქართველებს ხალხო? რა დაგვემართა? აგერ არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იხტიბარს აიტეს მითომ არაფერი მომხდარა. აგერ არის ქვეყნის დამღუპელი და ქვეყნის ამაოხრებელი და მთელი ამ უბედურების თავარი არქიტექტორი, ასე ვთქვათ, შევანაძე, რომელიც გაუსამართლებელია და რამოდენიმე ათეული კაცი იწვევს მის გასამართლებას და არის იქ აქციები, ხოლო საქართველოს დუბს რაშია საქმე? ქართველი ხალხის ნებას წინ არ დაუდგება. როგორც ეგვიპტელი ხალხის ნებას დაუდგება წინ არაფერი, ისე ქართული ხალხის ნებას არ დაუდგება წინ არაფერი, მაგრამ ეს ქართული ხალხია დამოკიდებული. მე გავგნებული ვარ აგეთვე ახალი პოლიტიკური ძალის ოცნების, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერის ბატონი ივანიშვილის მოქმედებით, იმ გაგებით რომ თითქოს და თავის მართლების რეჟიმში ეს კაცი. და თუ მე მინდა უთხრა მას მან ხალხმა იმიტომ მოიყვანა ეს ხელისუფლებაში და იმიტომ უთხრა უარი იმ სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის ეკვა, რომ მას უნდა გაეკეთებია ორი რამ. პირველი სამართალი აგედგინა, უპირველეს ყოვლისა, მასაჯულება პასუხი გაეცა ყველა დამნაშავეზე და აგრეთვე მეორე საკითხი სოციალური პრობლემები. პირველ საკითხზე ბატონი ივანიშვილი ბრძანებს რომ სააკაშვილმა იყოს და იმპიჩმენტს ადგილი არ ექნება. ესე იგი, ამით მან განაცხადა რომ სააკაშვილი არ გასამართლება და მისი რეჟიმი და ცაგეო პირებებზეა მარტო ასე ვთქვათ დამოკიდებული და თურმე ევროპა და ამერიკა თურმე ამაზე წუწუნავს. მან მისი სიტყვები ასე ვთქვათ და მეორე საკითხი რომ სოციალური პრობლემები რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული ხალხი სიღარიბის მიღმა კი არა გაუბედურ მდგომარეობაშია ქართული ხალხი არავითარი რეალობაც ადგილი არ აქვს. ესე იგი, არავითარი სოციალური შეღავათები, არავითარი ეგრეთ წოდებული ტარიფების დაწევა და ასე შემდეგ და მან შეამარ ისის მოხვედი გენაცვალე ხელისუფლებაში. თუ ხალხს არ შეუძლებოდი ის ისედაც გაჭირება და გაუბედურებული ცხოვრება. აბა ეს არ გამოვა ბატონო ჩემო. რა არ იცოდი რა რეჟიმი იყო? ამიტომ არის რომ მე ქართულ ხალხს მოუწოდებ რომ დაუყოვნებლივ იფიქრონ კანონური ხელისუფლების აღდგენაზე. დაუყოვნებლივ. იმიტომ როგორც ჩანს ამ პრობლემას რომელიც საქართველოს დიდი ხანია დაკაბალებული არის სხვადასხვა ძალების მხრიდან და მე აღარ გავამარტავ რა ძალებზეა საუბარი. ამიტომ ამ დაკაბალებას ამ ეგრეთ წოდებული კაბალურ ხელშეკრულებებს ეკონომიკურ, ტერიტორიულ, პოლიტიკურ ხელშეკრულებებს რომელიც საქართველოს საზოგადოებაში არის განპირობებული ზუსტად კანონური ხელისუფლების აღდგენის პერიოდში მოხდება აი ამის ყველაფრის ასე ვთქვათ წაშლა და გაუქმება. აბა ბატონ ივანიშვილის თუ არ აქვს იმის ძალა და უფლება რომ ამ სააკაშვილის ბანდიტურმა რეჟიმმა რაოსთან რა ხელშეკრულება დადო დაუშვათ ან თურქეთთან ნახე და იმის გაუქმების საშუალება არ აქვს მაშინ აბა ჩვენ დამთავრებულია ყველაფერი ხო? მაშინ აზია საუბარი საერთოდ. ამიტომ არის ესე იგი რომ მთელი ეს ტერიტორიების დაბრუნებაც სახელმწიფოში კონსტიტუციის აღდგენაც და სახელმწიფოს აღდგენა და დაეცესოს სახელმწიფოს ზუსტად კანონური ხელისუფლების აღდგენაზე საუბარი დამდგმა ჩვენი მოძრაობა იბერია რომელიც გაერთიანებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობები და პოლიტიკური ასე ვთქვათ გაერთიანებები აი ამას ისახავს მიზნად რომ დაუყოვნებლივ საქართველოში დაიწყოს მართლაც დაიწყოს თითოეულ ქართველში, თითოეულ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში, თითოეულ მოძრაობაში, ყველა მოძრაობაში რომ აი ამის გარდა ჩვენ არაფერი ვერ შეიძლება. მე არც ივანიშვილს ვაგინებ, მაგრამ დაიბაროს, მაგრამ ოშიტაში ივანიშვილის ხელისუფლება დღეს მე ჩებაში დაბეჭდება რომ თავის მართლების რეჟიმშია. ნუ ახლა რა თავის მართლების რეჟიმში უნდა იყოს? ესე იგი როგორც ჩანს, მას ხელბორკილები აქვს დადებული და ალბათ რა ძალებაც მოიყვანეს ალბათ. ჩემი ვერსია და ჩემი აზროვნება ის ასე იმ ძალები არასდროს საშუალებას აჩვენებს რომ ქვეყანაში მოხდეს რეალური გადაქმნები რომ მოხდეს სისტემის დემონტაჟი სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს და არა ცალკეული ვიღაც ჯალათების დაბადიბრება. არა ბატონო ეს არ უშველის ქვეყანას არ უშველის. იმდენი ახალაიებია ქვეყანაში ჩაბუდებული და იმდენი კუდის
თანამშრომლებიან ჩავიდნენ ქვეყანაში, რომ ეს არ უშველის არაფერს. თუ რეჟიმი არ იქნა გაწამართლებული, რეჟიმი როგორც სისტემა და აი ეს შანაძე სააკაშვილის ნეობოლშევიკური სადისტური რეჟიმი იყოს გასამართლებული და ამის უფლება და საშუალება მას არ აქვს როგორც ჩანს და თქვენ განაცხადა გუშინი მან თავის პრესკონფერენციაზე რომ დასავლეთ უცხოეთი არ აქვს ამის საშუალებას ასე თქვა. ნუ პირდაპირ ვთაგმოთ. ამიტომ ყველა დამოკიდებულია თუ კი ეგვიტერ ხალხს წინ არაფერი გადაიღებება თავისი ხელისუფლება მოიგონოს, ასევე ქართულ ხალხსია დამოკიდებული ყველაფერი მეგობრებო. თქვენზეა ჩემო ხალხო. და შესაძლოა მინდა გითხრათ რომ გუშინ გამოვიდა ტელეკომპანია კავკასიაზე ზერგამსახურდიას ვაჟიშვილი გაწამებული გაუბედურებით ცოტა გამსახურდია რომელიც მოგესალმებით სააკაშვილის რეჟიმმა დაიმანიდა ეს კაცი პატრო დაავადყოფა საშემდგომლოში ჩააკენა და მან შესაძლოა ძალიან კარგად მიუთითა ესე იგი ერთი პრობლემაზეც რომ ესე იგი საზოგადოების ბრალი ეს ჩვენი საზოგადოების ბრალი ყველაფერი და მე არ მინდა თქვა რომ შანაძე და სააკაშვილი ჩვენი საზოგადოების პროდუქტია არ მინდა ეს რადგან თქვა მექსიკა მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქნება პროდუქტი მანამ სანამ ჩვენ არ მოვითხოვებთ ამის გასამართლებას ჩვენ ნუ უყურებთ ივანიშვილის ჩვენ უყურებთ რაუშა თეატროლოგიანის პროცედურებს აღშეცვლაში და პროკურორის პროცედურებს ნუ უყურებთ ჩვენ ხალხმა უნდა მოვითხოვოს თქვენაცვალე ხალხმა არ გაინტერესებთ კაცო თქვენი აფხაზეთი კაცო არ გაინტერესებთ კაცო დენილებს არ გაინტერესებთ სამაჩაბლო კაცო და ვინ გაკიდა და ვინ ჩააბარა სამაჩაბლო და აფხაზეთი მტერს არ გაინტერესებთ შენი სამშობლო არ გაინტერესებთ ესე იგი რაობენ მოუწონა ჩვენ სამშობლოს ამ რეჟიმმა ამიტომ ჩვენზეა გამოკიდებული მე დაწნებული ვარ ათასობით კაცო გამოვიდეს კუჩაში და თქვას რომ დაპატიმდეს შანაძე და სააკაშვილი ვერავით არის ევროკავშირი ვერავით არის დასავლური სტრუქტურები ამას წინერ გადაეღებება ოღონდ დასავლეთ უნდა ნახოს ქართველი ერის ნება ის კი არა ცალკეული პიროვნების ნება ცალკეული ადამიანების ნება არამედ მოსახლეობის ნება ხალხის ნებას ვერაინ გადაეღებება წინ ვერაინ აბსოლუტურად ხო და მითომ არის ისე ივანიშვილის იმას დავესასწრები რომ ირონიათ არის უკვე რომ ლამის ახალაა გახადეს ცოტა დადიანი ლამის ხო და ასი ეს ისი ბრალია მეგობრებო ჩვენი თვითონ ჩვენთან გალის ბრალია მოქალაქეების მოსახლეობის ბრალია ესა როგორ სადისტების შეიძლება საუბარი საერთოდ და ციხეში რაც ხდება და რაც მოხდა და რაც ხდებოდა ბატონო ჩემო ეს ახალი კი არ იყო ჩვენთვის ეს ეხლა ჩვენ წლეზიანოში ნავაგოთ ჩვენ ჩვენი ასოციაცია საზოგადოების მინდა გითხრათ რომ წლეზიანოში აფისებდა უბედურებას რაც ხდებოდა იმ ჯოჯოქეთებში და აი ასე მინდა მე თქვა და ამიტომ მე კიდევ თქვენზეა დამოკიდებული მოსახლეობაზეა დამოკიდებული ერზეა დამოკიდებული ხალხზეა დამოკიდებული ბევრი რამე ჩემო ძირფასებო და თქვენ ძალას თქვენ თუ არ დგებით თქვენი თქვენ ნებას ვერანაირ გადაეღებება და ახლა კი ბატონო როგორც ჩანს ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაცია არის ვერავინ ვერ ასრულებს პირობას და ამიტომ მოვითხოვოთ ზედ გამსახურდიას ხელისუფლების წარდგენა კაცო იმიტომ კი არა დავშვა ჩვენ ვიღაცები იმიტომ რომ ჩვენ მჭირდება ის ხალხი იმიტომ რომ ლეგიტიმაცია აღზიეს რომ საქართველოს კანონიერებას კონდეს ადგილი რომ ესე იგი ყველა გასამართლეს რაც კი შურიზიება ხო გუშინ სააკაშვილმა აი პოლიტიკური ოპონენტების იმათ შურიზიებას ადგილი აქვს ხო მე მესმის რომ სააკაშვილმა განაცხადა რომ ტელევიზია და ინტერნეტის სიჩითო იქნებაო ხოლმე შურიზიების ესე იგი შეძახილებიო ამხანაგოს სააკაშვილო ლენინ სტალინის და ბოლშევიზმის შილობილო შეონაძის პოლიტიკური შილობილო დიახ შენ უნდა ეჭდე გდანი ციხეში ეს არ არის ანგარიშსწორება ეს სამართლიანობაა და სამართალი გაღადებს ამას შენ და შენი მამობილი პოლიტიკური მამობილისგან წყალებში ლაპარაკი შეონაძე უნდა იყოს ციხეში დიახ და მე მოუწოდებ ზუსტად ამ ხელისუფლებას რომ დააყენებინ აღასრულოს სამართალი ქართული ხალხსაკაცობრიობის მიზნით მოუწოდეთ ცოტა და აქედან გამომდინარე ეს არის შურიძიება ეს არის სამართლის აღდგენა რაც შენ უბედურება მოუტანე ქართულ ხალხს რაც შენ მართლიანობა უბედურება მოუტანა შენ ხალხს ეს ქართული ხალხის
მათ სახსანება უნდა იყოს და უნდა იყოს იმის ახსნება ბატონო რომ თქვენ ციხეებში ნაეჭდეთ და შემდეგ ეს უკვე უფლისნება არის თქვენ სად მოხდებით იქ ჯოჯოხეთში და ალბათ ჯოჯოხეთში ახლა თქვენ ცოლენ ერთად აბსოლუტურად და კიდევ ერთი მინდა თქვა წელი პასუხობებით დასავლეთიდან თუ რუსეთიდან არ ვიცი მე გადმოსოლილი პოლიტიკური დესანტები საქართველოს ვერ გადაარჩენენ მინდა გითხრათ დასავლეთის ზოგიერთი გახცინი პოლიტიკური ელიტიდან გადმოსული პოლიტიკური დესანტებად ეძახიან ნაკა ვერ გადაარჩენენ საქართველოს მინდა მოსახლეობას მინდა მოუწოდა ამიტომ ქართულმა ხალხმა აიჩვენეს თავის საკუთარი ერინება და საკუთარი ნება არის რომ ის ლეგიტიმაცია და ლეგიტიმობას მისცეს ადგილი და აქედან გამომდინარე ყველაფერი თავის თავზე დადგება მეც აღარ გავაძლევ საუბარს მეგობრებო კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ ჩვენ დავიწყებთ სერიოზულ რუბრიკას ტელევიზიით ტელეკომპანია იბერიონის საშუალებით დავიწყებთ ადამიანთა უფლებებიდან სამართალი და ამით ჩვენ ნაწილობრივ მაინც პასუხს გავაცემთ იმ კითხვებზე რაც ასე დაგვიდა ჩვენ სამშობლოში გმადლობთ ყურადღებისათვის მეგობრებო